ზაფხულის აქტიური ტურისტული სეზონი და ახალი მიზიდულობის ცენტრი წალკაში გასლენდის ინიციატივით ერთი თვის წინ ზაფხულის სეზონის გახსნის პარალელურად შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა რეგიონში მდგრადი ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და მარკეტინგის ინიციატივების ხელშეწყობისთვის. რას გულისხმობს მდგრადი ტურიზმი, რა სიახლეებით და რა გათვლებით შეხვდა ზაფხულის სეზონს კასჯგუფი ეკათორდია კასჯგუფის გენერალური დირექტორია დილიდან ჩვენი სტუმარი საინტერესო ინფორმაციებით მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყოთ ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებით ამ ეტაპისთვის უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია, საინტერესო რამდენად ამართლებს თქვენი მოლოდინი ვიზიტორების ნაწილში, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი აქტიური სეზონი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. აქტიურობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე უცხოელები, ერთდღიანი დასვენების და ღამის დარჩენის სურვილით და იცით რომ ჩვენი რეზორტი უკვე იმდენად მრავალფეროვანია, განკუთვნილია როგორც აქტიური, ექსტრემის, ბუნების და აგრეთვე მშვიდი დასვენების შესაძლებლობას აძლევს ყველა ჩვენ სტუმარს. შესაბამისად, უკვე შემიძლია ვთქვა და ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ეს მომდევნო ორი კვირა სრულად არის დატვირთული ჩვენი სასტუმრო, ხოლო კანიონი ღია არის ყველა მსურველისთვის. ქალბატონო ეკა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ჭარბობენ და ასევე საინტერესო შიდა ტურიზმის მაჩვენებელი თუ გაიზარდა და აქვე ვისაუბროთ, ძირითადად მოთხოვნა არის ერთდღიან ტურებზე თუ უკვე ღამის დარჩენის მსურველებიც ჭარბად არიან? როგორც უკვე მოგახსენეთ, სასტუმრო სრულად დატვირთულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დარჩენის სურვილით უკვე არის და ძალიან პოზიტიურია ეს შედეგი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, კანიონზე საკმაოდ მრავლად არიან საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები და უკვე გავაერთიანეთ რამდენიმე სივრცე და ესეთი პაკეტური შეთავაზება გვაქვს, როგორც კანიონის მონახულება, აგრეთვე ატრაქციონების პარკით სარგებლობა, უკვე ოჯახებისთვის საკმაოდ მიმზიდველი წინადადება და სულ რაღაც 69 ლარად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეს უნიკალური გამოცდილება მიიღონ ჩვენთან. ხოლო უცხოელებისთვის ეს შესაძლებლობა განისაზღვრება 119 ლარით. კი ბატონო, და კიდევ ერთი სიახლე, რაც აქვს კასლენს, ეს არის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. მოდით ვისაუბროთ უფრო სიღრმისეულად ამ თემაზე, თუ რას ნიშნავს, საიდან გაჩნდა იდეა და მსგავსი შესაძლებლობა აქამდე თუ არსებობდა? ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო შეგვექმნა არა მხოლოდ რეზორტი, არამედ შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნებოდა გამორჩეული, მასშტაბური, უნიკალური და ჩვენ თავიდანვე ჩვენი იდეა განვეხორციელებინა ინფრასტრუქტურა მოიცავდა ჩვენთვის და ყველასთვის უკვე ცნობილ შუშის ხიდს, რომელიც არის უნიკალური და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ამ უნიკალური ნაგებობის სანახავად. აგრეთვე ეს საოცარი ბუნება, ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორია, სადაც განთავსებულია ჩვენი რეზორტი, კასკადური ჩანჩქერებით და ძალიან უნიკალური და განსხვავებული ატრაქციონებით, როგორიც არის ბაიკ ზიპლაინი, საქანელა, უკვე ჩვენი განსხვავებული და საინტერესო ატრაქციონების პარკი. წელს ჩვენ გავხსენით ამ პლატფორმის პრეზენტაციასთან ერთად გრანდიოზული ბატუტების პარკი, გვაქვს ძალიან საინტერესო კარტინგების რბოლის მოყვარულთათვის და სრულად ეს გამოცდილებები ქმნის უნიკალურ და განსხვავებულ ინფრასტრუქტურას. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა და ერთი კომპანიის წარმატება არ არის საკმარისი ტურიზმის წარმატებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი იყოს წარმატებული და ზოგადად ქვეყანა ამ მიმართულებით. შესაბამისად, სამი კომპონენტის ერთობლიობა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურასთან ერთად ეს ერთობა ქმნის უკვე წარმატებულ ტურისტულ პოტენციალს და განვითარებას და სწორედ ეს იყო მიზანი იმისა, რომ ჩვენ შევქმნით რეგიონული ტურისტული განვითარების მიმართულებით მდგრადი ტურიზმის რეგიონალური საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც გავაერთიანეთ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, აგრეთვე კერძო ორგანიზაციები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფინანსური და რა თქმა უნდა მედია. და საზოგადოებაც არის ამ საინტერესო
მართლა სწორედ პრაქტიკაში უკვე როგორ შეიძლება ამ საკომუნიკაციო პლატფორმის გამოყენება? ჩვენ პრეზენტაციის დროს ყავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მინდა აღვნიშნო, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ უკვე ყავდა ძალიან ბევრი საერთაშორისო დონის ინფლუენსერი, აგრეთვე საერთაშორისო მედია, რომელთაც დიდი პოპულარიზაცია მოახდინეს როგორც ჩვენი რეზორტის, აგრეთვე რეგიონის, მჭიდრო კომუნიკაცია და ჩვენი პარტნიორია ამ შემთხვევაში დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელთანაც თითოეული ახალი სერვისის დაგეგმვა არის ძალიან პოზიტიური და მათი მხრიდან ყოველთვის ეს თანადგომა არის გამოხატული და ჩვენ ვავითარებთ რეზორტს ბიუროკრატიის გარეშე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რომლებიც გვეხმარებიან ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში, როგორიც არის მაგალითად დასაქმების მიმართულებით და ჩვენთვის ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ კონტრიბუციას ვდებთ ამ მიმართულებით და მინდა აღვნიშნო, რომ 98% ჩვენი გუნდის წევრების არიან ადგილობრივი მოსახლეობა და მათი ენთუზიაზმი და მონდომება რეგიონის და ზოგადად ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდია. შესაბამისად, ეს ერთობა და რა თქმა უნდა მედია, რომელიც ძალიან აქტიურად აშუქებს მიმდინარე საინტერესო მოვლენებს და ეს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას ზრდის როგორც რეგიონის, აგრეთვე ჩვენი ბიზნესის, ეს ერთობა ქმნის ძალიან საინტერესო საფუძველს იმისა, რომ კიდევ უფრო გავაგრძელოთ ეს მჭიდრო თანამშრომლობა და მინდა პოზიტიური სიახლე გაცნობოთ, რომ სწორედ ამ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნის შემდგომ ჩვენ მივიღეთ წინადადება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და თბილისის მერიასთან ერთობლივად ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის წევრები გავხდით, სადაც გაერთიანებულია 9 მილიონი ახალგაზრდა 18-დან 30 წლამდე და მათ ექნებათ შესაძლებლობა გარკვეული ფასდაკლებით ისარგებლონ ჩვენი რეზორტის მომსახურებით. კი ბატონო, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და ძალიან მრავალფეროვანი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა თურმე არის შესაძლებელი და ეს არის ამის მაგალითი ხართ თქვენ და გარდა ამისა პრეცედენტულია ალბათ ის საკითხიც, რომ დასაქმებულთა 98% არის ადგილობრივი. საწყისებში, როდესაც თქვენ იწყებდით კასლენდის შექმნას, ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ ეს. საინტერესოა ადგილობრივების ჩართულობის მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის თუ გაკმაყოფილებთ, რესურსი კიდევ თუ არსებობს, რის ათვისებასაც განიხილავთ და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონისთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯები თუ არის შესამჩნევი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკვე პირდაპირ 250 სამუშაო ადგილი შეიქმნა, არა პირდაპირ 1000-მდე ადამიანი დავასაქმეთ. ეს არის ძალიან პოზიტიური ციფრი და ასევე ვითარდები და შესაბამისად ეს მასშტაბიც იზრდება. თქვენ ახსენეთ გარემოს დაცვა და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთის მხრივ ვინარჩუნებთ ბუნების ავთენტურობას, მაგრამ მეორეს მხრივ რა თქმა უნდა, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ყველა უსაფრთხოების წესის დაცვით და ჩვენ პირველი დღიდანვე ჩვენი მიზანი იყო თითოეული ობიექტი სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, მუდმივად ვაწარმოებთ როგორც ხიდის ტესტირებას, აგრეთვე სხვადასხვა ატრაქციონების და უსაფრთხოების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. აგრეთვე ძალიან გვახარებს, რომ მიმდებარედ ფერმერები, ადგილობრივი მეწარმეები, მცირე ბიზნესი ვითარდება, ჩვენს ირგვლივ უკვე გაიხსნა და აშენდა რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო და ჩვენ აქტიურ სეზონზე ძალიან ხშირად ვიყენებთ უკვე მათ მომსახურებასაც, რადგან გვჭირდება ჩვენ უკვე ჩამოყვანილი დამატებითი სამუშაო ძალის განთავსება მიმდებარე საოჯახო სასტუმროებში, აგრეთვე ვიყენებთ ფერმერებისგან სხვადასხვა პროდუქტს ყიდულობთ და აგრეთვე მინდა მოგახსენოთ, რომ მიმდებარედ კიდევ დიდი ინვესტიციაც იგეგმება და ჩვენ ვართ ამისი მაგალითი. აგრეთვე რეგიონში არის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის დაცული ტერიტორიების კუთხით, ბირთვისის კანიონზე განხორციელდა ახალი ინვესტიცია, როგორც ვიცით, და ძალიან გვახარებს, რომ ეს ყველა კომპონენტი ჩვენი რეზორტი არის მაგალითი იმისა, რომ განვითარდეს უკვე ტურიზმი და ეს არის ახალი ტურისტული მიმართულება და
რეგიონი დარწმუნებული ვარ ძალიან მალე და იქნება ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ტურისტული მიმართულება უკვე ჩვენ ქვეყანაში. კი, ნამდვილად ტენდენცია აქეთკენ მიდის, რასაც ამტკიცებს ის საქმე, რაც ხორციელდება. საინტერესოა ვისაუბროთ ასევე მომხმარებელზე. რამდენად შეცვლილია დაკვეთა და ქცევა მათი რაღაც დროის გასვლის შემდეგ, რაც უკვე თქვენ ამ სფეროში ხართ. ზოგადად ჩვენ როცა დავიწყეთ ინვესტიცია, ეკოტურისტული მიმართულება საკმაოდ პოპულარული იყო და კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რაღაცა განსხვავებული გამოცდილება, ბუნება, ეს ინფრასტრუქტურის შერწყმა, ექსტრიმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მიმართულება და ჩვენ ქვეყანაში ჩვენი რეზორტი ამ მხრივ არის გამორჩეული, ეს არის მხოლოდ სასტუმრო, სადაც 7 დასვენება არის შესაძლებელი, თუმცა ამ დავაღლელი დღის შემდეგ ეს სურვილი ძალიან აშკარა იყო. ჩვენ ყველა ეტაპზე გვაქვს ზუსტად ვეკითხებით ჩვენს მომხმარებელს თუ რა სჭირდება მათ და მათი უკავშირის შესაბამისად ქმნით უკვე ახალ სერვისებს და სწორედ ამიტომაც არის ესეთი მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო ჩვენი ნამდვილად და მუდმივად სიახლეებთან ასოცირდება კასლენდი და მიუხედავად იმისა რომ სულ ახლახან არაერთი სიახლე თქვენ უკვე განახორციელეთ, მინდა გკითხოთ გეგმები რა არის განვითარების უახლოეს პერიოდში. ჩვენ გვინდა რომ უკვე ჩვენი არსებულ რეზორტზე დავხვეწოთ კიდევ უფრო სერვისი მომსახურება და გავიგოთ ჩვენი მომხმარებლის კიდევ ახალი საჭიროებები, აი წელს უკვე ახალი გარე აუზი შევქმნით, აგრეთვე ვხსნით ახალ ეგრეთ წოდებულ კაფსულა კოტეჯებს, რომელიც ძალიან საინტერესოა და განსხვავებული კონცეფცია და ყოველივე ეს ალბათ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და მოგცემს რომ მომავალში კიდევ გავაჟღეროთ სიახლეები კასლენდში და ახლა კი აქტიურად ჩვენი მიზანი არის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა და ჩვენი რეზორტის და რეგიონის პოპულარიზაცია და სწორედ ეს იყო მიზანი, რომ შევქმნით საკომუნიკაციო პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, ესეთი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ უფრო გაიზრდება რეზორტზე როგორც ერთდღიანი, აგრეთვე დარჩენის მსურველი სტუმრების ვიზიტი. და აუცილებლად უნდა გკითხოთ გამოწვევებზეც, რაც ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელების დროს იქნება მთავარი გამოწვევა, რაც დღის წესრიგში დგას რა არის. ცოტა შორიდან დავიწყებ, როცა ჩვენ ვიწყებდით ამ პროექტზე მუშაობას, პანდემიაც კი დაგვემთხვა, მაგრამ ჩვენ ყველა გამოწვევას ვააქცევთ ხოლმე შესაძლებლობად, იმიტომ რომ აი ყველა რო გაჩერდა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებდით მშენებლობას, რადგან ვიცოდით, რომ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ აუცილებლად გაიზრდებოდა ინტერესი ბუნებაში დასვენებაზე და ზოგადად ტურისტი იქნებოდა მეტი და ეს ნამდვილად ასე მოხდა. გარდა ამისა, ჩვენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური სხვადასხვა პროცესები, რა თქმა უნდა, გავლენას ჩვენზეც ახდენს და ყოველთვის ვცდილობთ ძალიან სწრაფად მოვერგოთ შეცვლილ ვითარებას სხვადასხვა ბაზრებზე, მაგალითად ახლა გალფის ქვეყნებიდან საკმაოდ შემცირდა ტურისტები, აგრეთვე ინდოეთიდან მყავდა შარშან ძალიან ბევრი ტურისტი, წელს უკვე ნაკლებობა, თუმცა გავაქტიურდით და ძალიან საინტერესო შეთავაზებებს ვახორციელებთ უკვე იმ ქვეყნებზე, რომლებიც დივერსიფიცირებაზე ფიქრის ალბათ. აუცილებლად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვერგოთ სხვადასხვა გამოწვევებს და შესაბამისად შევქმნათ სხვადასხვა პროდუქტები და სხვადასხვა ბაზრებზე გავაკეთოთ კონცენტრირება და წელს აი საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ აქტიურობენ და კიდევ მოუწოდებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი შეთავაზება გვაქვს და ყველამ უნდა ნახოს ეს უნიკალური ადგილი, თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით უკვე ოჯახებთან ერთად შეგიძლიათ. საკმაოდ ხელსაყრელიც არის ფინანსურად, როგორც თქვენ უკვე ეს გააჟღერეთ. ბოლოსკენ აუცილებლად ტრადიციულად უნდა მოვიკითხოთ თქვენი კაშჯგუფის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ამჯერად უკვე დედაქალაქში თბილისის ანძავს გულისხმობ. რა ეტაპზეა და როდის იქნება უკვე ხელშესახები ყველასთვის? თბილისის ანძა ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ექსკლუზიური და საინტერესო პროექტი, ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება დედაქალაქში და მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მივუახლოვდით თბილისის სატელევიზიო ანძას. ამ ეტაპზე უკვე აშენდა სასაწყობე ფართები, სადაც უკვე განთავსდა ტელეცენტრის სხვადასხვა სახის მასალა და მიწის სამუშაოები დავიწყეთ უკვე თბილისის სატელევიზიო ანძაზე და ძალიან
ძალიან მალე ვიხილავთ უფრო მეტ პროგრესს და ეს უკვე იქნება მარშრუტი თბილისის სატელევიზიო ანძა, წალკა და ჩვენი მიზანია ყველა ტურისტი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, აუცილებლად ერთი დღე დავაკავოთ ჩვენი ამ საინტერესო ობიექტების მონახულებით. კი ბატონო, ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს მიზნებში. დიდი მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ქმნით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის და დაგემშვიდობებით.